მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემას. Როგორც მოგეხსენებათ, ამ სქემაზე მუშაობა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ეს სქემა და შესაბამისად 2015 წლის სექტემბრიდან ყველა სკოლა ჩართული იქნება ამ სქემაში. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რა არის ამ სქემის მთავარი მიზანი, რომელიც საფუძვლად დაედო სქემას და რომლის მიხედვითაც განვითარდა და შედგა ის პროცედურები, რომლებიც ასახულია ამ სქემაში. Რა თქმა უნდა, ეს არის სწავლასწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ერთიანი სისტემური მიდგომით. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს მასწავლებლის პრესტიჟი, მოხდეს ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის და მოტივაციის ამაღლება და ასევე უზრუნველყოთ ახალი კადრების მოზიდვა. სქემა დაარეგულირებს არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ზოგად განათლებაში. პირველ რიგში დაარეგულირებს მასწავლებლის პროფესიას, როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია 2005 წლიდან. ეს ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების კანონში და ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ამას არ მოყოლია მთელი რიგი პროგრამები, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მასწავლებლის პროფესიის მთლიანად რეგულირება. ამავდროულად არის მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს მომზადების პროგრამები. დღევანდელ დღეს საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემაში არსებობს მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამები, თუმცა ფოკუს ჯგუფებთან საუბრისას, სტუდენტებთან საუბრისას, ლექტორებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ეს პროგრამები სრულად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც 21 საუკუნის წინაშე მასწავლებლების წინაშე დგას. და ამავდროულად მარტში შეიცვალა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტი, რომელსაც დაეფუძნა სწორედ ჩვენი სქემა და შესაბამისად არის აუცილებლობა, რომ შეიცვალოს მასწავლებლის მომზადების პროგრამები და დაეფუძნოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტს. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც მომავალში სკოლაში მოდიან, არიან შეგუებულები იმ გარემოს და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ რეალურად იმ პრაქტიკის შესახებ და იმ საქმიანობის შესახებ, რომლებიც მათ უნდა განახორციელონ. ამის გამო პრაქტიკის კომპონენტი მასწავლებლის მომზადების პროგრამებში იქნება გაზრდილი და შესაბამისად მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც დაამთავრებენ ამ პროგრამებს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ცოდნით იქნებიან აღჭურვილი, არამედ ექნებათ ის უნარები, რომელიც აუცილებელია გაკვეთილის დაგეგმვისას და მის წარმართვისას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სქემა დაარეგულირებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლას და ამავდროულად დაქირავების მექანიზმებს, რომლებიც არსებობს დღეს სკოლებში. ეს არ არის გამჭვირვალე და არ იყო ერთიანი მექანიზმები, ამდენად სქემამ მოიყვანა შესაბამისობაში და სკოლებს წარუდგინა ის ვალდებულებები, რომლებიც უნდა დაიცვან მასწავლებლის სკოლაში აყვანისას, მისი საქმიანობის დაწყებისას და დაქირავებისას. და ასევე განსაზღვრული არის ის მექანიზმები, ის გზები, რომლითაც ამა თუ იმ პიროვნებას შეუძლია მასწავლებლის საქმიანობის დაწყება. ეხლა რა იგულისხმება ამაში? მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს მასწავლებლების სერტიფიცირების გამოცდის შედეგად ჩვენ გვყავდა უკვე გარკვეული რაოდენობით სერტიფიცირებული მასწავლებლები. მაგრამ სერტიფიცირება იყო წინაპირობა და აუცილებელი წინაპირობა, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობა ქონოდათ და უფლება მოეპოვებინათ სკოლაში საქმიანობის დაწყებისათვის. თუმცა სერტიფიცირების პროცესი ისე მასშტაბურად ვერ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო და შესაბამისად უკვე შემდგომ შევიდა ცვლილებები, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი გაუჩნდებოდა სკოლაში მასწავლებლად მუშაობის, გარკვეული გრძელვადიანი გადამზადების შედეგად შესაძლებლობა ეძლეოდა შესულიყო სკოლაში. ეს არ აღმოჩნდა ეფექტური გზრა იმისათვის, რომ ჩვენ გვეზრუნა მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვაზე არა მხოლოდ, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიან განათლებაზე. ასევე, როდესაც საუბრობთ დაქირავების წესზე, მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე სისტემაში არსებული მასწავლებლებისათვის იყოს ხელშემწყობი პირობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ მრავალმხრივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და ეს მრავალმხრივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა საშუალებას აძლევდეს ნებისმიერ მოსწავლეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, როგორ სკოლაშიც არ უნდა სწავლობდეს ის საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს
მიიღოს ხარისხიანი განათლება და თანასწორობა განათლების მიღების კუთხით იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან. და პროფესიულ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიულ განვითარებასთან ერთად მასწავლებელი ხედავდეს იმ გზებს, თუ როგორ შეძლებს თავის კარიერაში დაწინაურებას. რა იგულისხმება ამაში? 2011-14 წლის სქემა, რომელიც არსებობდა, იყო ხარვეზების შემცველი, რადგან ყველა მასწავლებელი არ იყო მასში ჩართული და შეზღუდული იყო იმ მასწავლებლების რიცხვი, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ სქემაში ჩართულიყვნენ. მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებელს ჰქონდა საშუალება ამ სქემაში ჩართულიყო და აქაც კარიერული წინსვლის მექანიზმები იყო საკმაოდ ბუნდოვანი და ასევე მისი ვადები იყო ძალიან ხანგრძლივი. ანუ მასწავლებელი რომ კარიერულად წინ წასულიყო, ამისათვის მისთვის მას სჭირდებოდა 8 წელიწადი მხოლოდ ერთ საფეხურში გადასანაცვლებლად და კიდევ შემდგომი 8 წელიწადი იმისათვის, რომ კიდევ დაწინაურებულიყო პროფესიაში. შესაბამისად, კარიერული წინსვლა ბევრად უფრო მოქნილი გახდა ამ სქემის მიხედვით და მასწავლებელს საშუალება აქვს თავად აარჩიოს ის ტემპი, რომელი ტემპითაც ის იმუშავებს და განვითარდება და წინ წავა პროფესიაში. ამავდროულად წინსვლის შესაძლებლობები ბევრად უფრო მრავალფეროვანია. მოგეხსენებათ, სქემა არის 4 სტატუსს განსაზღვრავს და მასწავლებელს საშუალება აქვს სტატუსებს შორის დაწინაურდეს. ასევე მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სკოლები ამ სქემის მიხედვით მნიშვნელოვნად გაძლიერდება. რა იგულისხმება ამაში? თუ კი აქამდე მასწავლებლის შეფასება როდესაც ხდებოდა, ეს შეფასება იყო გამოტანილი სკოლიდან და სკოლა არ მონაწილეობდა ამ პროცესში. რაც შეეხება ახალ სქემას, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში მოხდება კადრების გაძლიერება, მათი გადამზადება და მათ საშუალება ექნებათ არა მხოლოდ მხარში დაუდგნენ, მხარდაჭერა გამოუხატონ, რეკომენდაცია მისცენ თავიანთ კოლეგებს, არამედ მიიღონ უშუალოდ მონაწილეობა თავიანთი კოლეგის შეფასებაში. ეს სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, სკოლებში გვეყოლებიან კადრები, რომლებიც არიან პროფესიონალები თავიანთი საქმის და ადგილზე სკოლაში, სკოლის ბაზაზე მოხდება მასწავლებლების პროფესიული განვითარება. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან იარსებებს შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება შეფასების ყველა მნიშვნელოვან ძირითად პრინციპზე. და რა თქმა უნდა, ამ პრინციპებში იგულისხმება სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა და გამჭვირვალობა. ეხლა მოდით ვისაუბროთ მასწავლებლების სქემაში განაწილებაზე. უკვე ალბათ ყველასათვის ცნობილია, რა პრინციპებით მოხდება მასწავლებლების სქემაში განაწილება, მაგრამ თქვენ წინაშე არის სქემა, რომელზეც ეს ვიზუალურად კარგად არის ასახული. პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მასწავლებლები 4 სტატუსი არის გამოყოფილი და სქემის მიხედვით განსაზღვრული. ეს 4 სტატუსი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტს და იქაც განსაზღვრული არის პრაქტიკოსი მასწავლებელი და მოთხოვნებით, თუ რა მოთხოვნებს უყენებს სახელმწიფო პრაქტიკოს მასწავლებელს, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი მასწავლებელი. პრაქტიკოს მასწავლებლებლად სქემაში განაწილებისას მოხდებიან ის არასერტიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად არიან და უმრავლესობას წარმოადგენენ დღევანდელ დღეს. შესაბამისად, პრაქტიკოს მასწავლებელს სჭირდება 4 წელი იმისათვის, რომ დაამტკიცოს თავისი კვალიფიკაცია, პროფესიულად განვითარდეს და გადაინაცვლოს უფროს მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. ეხლა მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ, თუ რამდენი კრედიტი მოეთხოვება მასწავლებელს, ეს არის 19 კრედიტქულა, შემდგომ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ ამ კრედიტებზე, თუ რა გზებით მოხდება ამის დაგროვება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი არის ერთადერთი სტატუსი, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ შეინარჩუნოს არსებული სტატუსი. პრაქტიკოსი მასწავლებელი 4 წელიწადში აუცილებლად უნდა დაწინაურდეს და უფროს მასწავლებელთა სტატუსი უნდა მოიპოვოს. რაც შეეხება უფროს მასწავლებელს, ამ კატეგორიაში ხვდებიან მოქმედი სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც უკვე სერტიფიცირებული არიან, ან შესაძლებელია მათ უნარები ის გამოცდა აქვთ ჩაბარებული და წელს ზაფხულში ჩააბარებენ საგნობრივ გამოცდას და წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ისინიც უფროს მასწავლებლების სტატუსს მოიპოვებენ და განაწილდებიან ამ სტატუსზე. და ამავდროულად ჩვენ სისტემაში ყავს მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც არიან რომლებსაც აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი
და არ არიან სერტიფიცირებული. ასეთი მასწავლებლებიც მოიაზრებიან უფროს მასწავლებლებად. ამ შემთხვევაში ხა უფროს მასწავლებელს დაჭირდება ასევე 4 წელი იმისათვის, რომ შემდგომი სტატუსი მოიპოვოს და უფროს მასწავლებელს ამავდროულად შესაძლებლობა ეძლევა თუ კი ნაწილობრივ დააგროვებს კრედიტ-ქულებს შეინარჩუნოს არსებული სტატუსი. რაც შეეხება წამყვან მასწავლებლებს, წამყვანი მასწავლებლები დღევანდელ დღეს წამყვან მასწავლებლებად მოიაზრებიან სისტემაში სერტიფიცირებული მეცნიერებათა დოქტორები. ხოლო მას შემდეგ, რაც მოხდება გადანაწილება მასწავლებლების 2015 წლის სექტემბერში, ამის შემდგომ ნებისმიერ მასწავლებელს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ რა აკადემიური ხარისხი აქვს მას, ბაკალავრი არის, მაგისტრი არის, დოქტორი არის, შესაძლებლობა ეძლევა იმ საქმიანობების განხორციელებით, რომელიც სქემაში არის განსაზღვრული, დაწინაურდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არავინ არ მოსთხოვს დამატებითი აკადემიური ხარისხის წარდგენას სკოლის წინაშე. და მენტორი მასწავლებლები განაწილებისას ასეთები არ გვეყოლებიან სისტემაში, თუმცა შემდგომ, რა თქმა უნდა, ასეთი მასწავლებლების მოლოდინი ძალიან დიდი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლებისთვის, რომ ასეთი მასწავლებლები იყვნენ. ეხლა მოდით უშუალოდ გადავიდეთ იმ გზებზე და იმ საშუალებებზე, თუ რა გზით უნდა მოიპოვოს მასწავლებელმა შემდგომი სტატუსი. პირველ რიგში ვსაუბრობთ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებიც უკვე მოგახსენეთ, არიან არასერტიფიცირებული მასწავლებლები. და იმისათვის, რომ არასერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც დღევანდელ დღეს იქნება პრაქტიკოსის სტატუსს მოიპოვებს განაწილებისას, იმისათვის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი დაწინაურდეს და გახდეს უფროსი მასწავლებელი, ამისათვის მას ექნება სავალდებულო აქტივობები განსახორციელებელი. და ეს სავალდებულო აქტივობები არის საგნობრივი გამოცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლესთან შედის სკოლაში, იცის ის საგანი, ის თეორიული საფუძვლები საგნის, რომელსაც ასწავლის. შესაბამისად, გარდა ამ თეორიული საფუძვლებისა და გარდა იმ საგნობრივი ცოდნისა, რომელიც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს, მას აუცილებლად დაჭირდება პედაგოგიური უნარების განვითარება. და ამისათვის განსაზღვრულია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები შეძლებენ გაიარონ და აუცილებლობა იქნება გაიარონ პროფესიულ უნარებში ტრენინგები. შესაბამისად, გამოცდით ისინი მოიპოვებენ 10 კრედიტ-ქულას წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ხოლო ტრენინგების გავლის შედეგად ისინი მოიპოვებენ 5 კრედიტ-ქულას. ამავდროულად მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია თეორიის და იმ უნარების გარდა, რომელიც უჩვენებს თუ როგორი გაკვეთილის ჩატარება შეუძლია მასწავლებელს, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაკვეთილებს ატარებდეს ხარისხიანად. შესაბამისად, მესამე სავალდებულო კომპონენტი, რომელიც მასწავლებელმა უნდა განახორციელოს, არის საგაკვეთილო დაკვირვება. და საგაკვეთილო დაკვირვება იქნება შიდა დაკვირვება და მას დააკვირდება სკოლაში შეფასების ჯგუფი. შესაბამისად, 2 საგაკვეთილო დაკვირვებას თუ კი მასწავლებელი წარმატებით დაძლევს, ის ამაში მოიპოვებს 4 კრედიტ-ქულას და ჯამში 19 კრედიტ-ქულით შესაძლებლობა ექნება, რომ დაწინაურდეს და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ეხლა რაც შეეხება სხვა დანარჩენ მასწავლებლებს. სხვა დანარჩენი მასწავლებლები არასერტიფიცირებული, მაგრამ ყვანენ განსხვავებული ტიპის მასწავლებლები ამ საფეხურზე. ესენი არიან ერთგამოცდა ჩაბარებული მასწავლებლები. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებიც არიან მხოლოდ ჩაბარებული აქვთ საგნობრივი გამოცდა. საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შედეგად მასწავლებლებს ეს გამოცდა, რა თქმა უნდა, ჩაეთვლებათ, მეორედ არ მოუწევთ იმ საგანზე გასვლა, რომელსაც ისინი ასწავლიან და მათ მოუწევთ დანარჩენი სხვა აქტივობებში კრედიტ-ქულების დაგროვება. მას შემდეგ, რაც ისინი კრედიტ-ქულებს დააგროვებენ, ისინი უკვე მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამავდროულად ჩვენ სისტემაში გვყავს მასწავლებლები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ უნარების გამოცდა, მხოლოდ უნარების ნაწილი სერტიფიცირების გამოცდაზე. ასეთი მასწავლებლებისათვის განსაზღვრული არის გამონაკლისი წესის სახით, როგორც კი ისინი ჩააბარებენ საგნობრივ გამოცდას, შეძლებენ სხვა დანარჩენი აქტივობებში კრედიტ-ქულების დაგროვების გარეშე მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. და აქვე უნდა აღინიშნოს რამოდენიმე გამონაკლისი, ესენი არიან მუსიკის მასწავლებლები, სპორტის მასწავლებლები და ასევე ეთნიკურად არაქართველი მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან არაქართულენოვან
სკოლებში ან სექტორებზე, მათთვის არ ყოფილა გამოცდები უზრუნველყოფილი, შესაბამისად 2016 წელს ყველა მას ექნება საშუალება, რომ გავიდნენ საგნობრივ გამოცდაზე და ვადის ათვლა სწორედ მოხდება ამ პერიოდიდან, როცა მათთვის მათ პირველად ექნებათ შესაძლებლობა გავიდნენ საგნობრივ გამოცდაზე. და კიდევ ერთი დეტალი, რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, ეს არის ის, რომ მასწავლებელი ვალდებულია საგანი ჩააბაროს 3 წლის განმავლობაში. თუ ის 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს გამოცდას, ამის შემდგომ მას საშუალება არ ექნება საგნობრივ გამოცდაზე დაადასტუროს იმ თეორიული ნაწილის ცოდნა, რომელიც მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. გამოცდები იქნება წელიწადში 2 ჯერ, შესაბამისად, ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს ექნება 6 ჯერ შესაძლებლობა გავიდეს და დაადასტუროს თავისი ცოდნა, თავისი საგნის ცოდნა, რომელსაც იგი სკოლაში მოსწავლეს ასწავლის. რაც შეეხება მთლიან ვადას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის 4 წელი განსაზღვრული ამ სტატუსისათვის, მასწავლებელს საშუალება აქვს თუ კი ის ბევრად უფრო ადრე დააგროვებს კრედიტ ქულებს, ბევრად უფრო ადრე დაწინაურდეს და გახდეს უფროსი მასწავლებელი. ეხლა რაც შეეხება უფროს მასწავლებელს, უფროსი მასწავლებელი იმისათვის, რომ დაწინაურდეს და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, მას ეძლევა ასევე 4 წლიანი ვადა. და ამ 4 წლიანი ვადის განმავლობაში მან უნდა განახორციელოს სავალდებულო აქტივობები და დამატებითი საქმიანობები. ჯერ მოდით ვთქვათ, რა ვალდებულება გააჩნია უფროს მასწავლებელს. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი გაივლიან ჩვეულებრივ შიდა საგაკვეთილო დაკვირვებას და ის ცოდნა, რაც თეორიულად დაადასტურეს მათ უკვე გამოცდის დროს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ უნდა უჩვენონ, რომ შეუძლიათ საგნის სწავლება საგაკვეთილო პროცესში. ამდენად სკოლა მათ დააკვირდება და მათზე მოხდება 3-ჯერადი დაკვირვება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ და ამ დაკვირვებების გარდა გარე საგაკვეთილო დაკვირვება მოხდება. გარე საგაკვეთილო დაკვირვებას მასწავლებელზე განახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამის შესახებ თუ როგორ იქნება, როგორ შედგება ინსტრუმენტები, როდისთვის იქნება ეს პროცესები მთლიანად დასრულებული, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის ბოლო ნაწილში მოგახსენებთ. ასევე მასწავლებელი იმისათვის, რომ დაწინაურდეს და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს პრაქტიკული კვლევის ჩატარება. რა იგულისხმება პრაქტიკულ კვლევაში? ეს არის საკუთარი პრაქტიკის კვლევა, რა პრობლემები არის, რა საჭიროებები დგას კლასის წინაშე, მასწავლებლის წინაშე, როგორ ხდება ამა თუ იმ ახალი სტრატეგიის დანერგვა, როგორ ხდება ამა თუ იმ ახალი თემის, სასწავლო გეგმით განსაზღვრული თემის დანერგვა, რა სიძნელეებს აწყდება მასწავლებელი, სწორედ ეს საკითხები შეუძლია იკვლიოს თავის პრაქტიკაში, შესაბამისად, შემდგომ დადოს ის რეკომენდაციები, რომლითაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანოს და გააუმჯობესოს სწავლას-სწავლების ხარისხი და მიაღწიოს მოსწავლეებთანაც უკეთეს შედეგს. და დამატებით აქტივობებში, იმისათვის, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს წამყვანი მასწავლებელი, აგროვებს 6 კრედიტ ქულას. აქვე მე თქვენ მოგახსენეთ, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს აღნიშნული სტატუსი. უფროს მასწავლებელს ეს შესაძლებლობა ეძლევა. თუ ის სრულად არ დააკმაყოფილებს და არ დააგროვებს კრედიტ ქულებს, რაც საჭირო არის წამყვანი მასწავლებელი რო გახდეს, შესაძლებლობა ეძლევა, რომ ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემთხვევაში შეინარჩუნოს აღნიშნული სტატუსი და ეს სტატუსი მას შეუძლია არაერთჯერადაც შეინარჩუნოს. ანუ მასწავლებელი, რომელიც არის უფროსი მასწავლებელი, თავისი პრაქტიკის მანძილზე თუ ის დააგროვებს მინიმალურ კრედიტების რაოდენობას, რომელიც სტატუსის შენარჩუნებისთვის არის სავალდებულო, ის შეინარჩუნებს ამ სტატუსს. რა იგულისხმება, რა აქტივობები უნდა განახორციელოს მასწავლებელმა? მან უნდა გაიაროს შიდა სასკოლო დაკვირვება და ამ შემთხვევაში საკმარისი არის 2 საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ, უნდა გაიაროს აუცილებლად გარე საგაკვეთილო დაკვირვება და ამავდროულად დამატებით აქტივობებში უნდა მოაგროვოს 4 კრედიტ ქულა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უფროს მასწავლებლებს შორის იქნებიან ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ჩართული იყვნენ 2011-14 წლის მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში. ამ სქემაში ჩართული მასწავლებლები უკვე ახორციელებდნენ იმ სქემით განსაზღვრულ აქტივობებს და შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული პორტფოლიო შედგენილი, დაგროვილი გარკვეული მასალა, დეტალებში თუ როდის მოხდება მათი პორტფოლიოების შეფასება, ასევე ვისაუბრებთ შემდგომ.
ახლა გადავიდეთ წამყვან მასწავლებელზე. წამყვანი მასწავლებელი იმისათვის, რომ გახდეს მენტორი მასწავლებელი და მოიპოვოს ეს სტატუსი, მნიშვნელოვანია, რომ მან მოაგროვოს 25 კრედიტ ქულა. განსხვავებით პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლებისაგან, წამყვან მასწავლებელს ეძლევა 5 წლიანი ვადა. 5 წლიანი ვადა ეძლევა მას, იმიტომ რომ ვალდებულებებიც ბევრად უფრო მეტი არის და ამავდროულად სირთულეც განსახორციელებელი აქტივობების, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი არის და უფრო მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ წამყვან მასწავლებლებს. აქ საუბარი არის სამოდელო გაკვეთილების ჩატარებაზე, შესაბამისად წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც უნდა უფროსი მოიპოვოს მენტორის სტატუსი, 10 სამოდელო გაკვეთილი უნდა ჩაატაროს. რა იგულისხმება სამოდელო გაკვეთილებში? რა თქმა უნდა, ეს არის ის სიახლეები, ის რაღაც ინოვაციური გაკვეთილები, ახალი სტრატეგიები, რომლებიც შესაძლებელია მან დანერგა საკუთარ კლასში და ასევე თავის კოლეგებს უნდა რომ ეს გამოცდილება გაუზიაროს. შესაბამისად, სამოდელო გაკვეთილს დაესწრება არა მხოლოდ სკოლის შეფასების ჯგუფი, არამედ კათედრის სხვა წარმომადგენლებიც და ეს მათთვის იქნება ერთგვარი გამოცდილების გაზიარება. 10 სამოდელო გაკვეთილი მასწავლებელს ჩასატარებელი ექნება იმ შემთხვევაში, თუ კი ის გადაწყვეტს, რომ 5 წლის მანძილზე მას უნდა მოიპოვოს შემდგომი მენტორის სტატუსი. ამავდროულად არის მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკული კვლევა, რომელზეც ვსაუბრობდით, აქაც მნიშვნელოვანი არის და პრაქტიკული კვლევა უკავშირდება არა მხოლოდ შესაძლებელია უკავშირდებოდეს მის საკლასო, თქვათ, პრობლემებს, კლასში წარმოქმნილ რაღაც საჭიროებებს, არამედ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს უკვე მისი კათედრის საჭიროებებსაც. შესაბამისად, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი კოლეგებისთვისაც. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მასწავლებელს, როდესაც უკვე გამოცდილი მასწავლებელი არის წამყვანი მასწავლებელი, მას აქვს გარკვეული გამოცდილება და მას უკვე მოეთხოვება სასწავლო რესურსის შექმნა ან პროფესიული ლიტერატურის შექმნა. ამდენად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასწავლო რესურსების კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, წინასწარ იქნება განსაზღვრული და მასწავლებელს ეცოდინება, თუ რა მოთხოვნები აქვს ამას წაყენებული, რა ჩაითვლება სასწავლო რესურსად, რომელიც შეფასდება კრედიტ ქულებით. და ასევე პროფესიული ლიტერატურა, რა თქმა უნდა, დაყოფილი არის, თქვათ, რეფერირებად ჟურნალებში სტატიის შექმნა, შესაძლებელია ეს იყოს, თქვათ, გზამკვლევი, შესაძლებელია ეს იყოს მეთოდოლოგიური ლიტერატურა, შესაძლებელია ასევე ეს იყოს თუნდაც სახელმძღვანელო, რომელიც არის გრიფირებული და რა თქმა უნდა, გრიფირებულ სახელმძღვანელოს ბევრად მეტი კრედიტ ქულა მიენიჭება, რადგან ეს ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან. და დამატებითი აქტივობების რაოდენობა და კრედიტ ქულები მოსაპოვებელი აქ რა თქმა უნდა იზრდება და მასწავლებელს მოეთხოვება 10 კრედიტ ქულა დამატებითი აქტივობების სახით იმისათვის, რომ მენტორის სტატუსი მოიპოვოს. ეხლა რაც შეეხება შენარჩუნების შემთხვევაში, რას აკეთებს მასწავლებელი? შენარჩუნების შემთხვევაში აქაც მცირდება იმ სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც მისი ვალდებულება არის და შესაბამისად მასწავლებელს სჭირდება 5 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, რომელიც 5 კრედიტ ქულით შეფასდება. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, სამოდელო გაკვეთილის აქაც იგივე არის. სასწავლო რესურსის ან ლიტერატურის შექმნა მოეთხოვება მას და ასევე პრაქტიკული კვლევის განხორციელება. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დამატებით აქტივობებში მას ნაკლები კრედიტ ქულები მოეთხოვება და შესაბამისად 10 კრედიტ ქულის ნაცვლად მასწავლებელმა უნდა მოაგროვოს 4 კრედიტ ქულა. და ერთჯერადად აქ აღსანიშნავია, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც განაწილებისას წამყვანი მასწავლებლები გახდებიან და ესეთები არიან, როგორც გითხარით, სერტიფიცირებული დოქტორები, რომლებიც მოქმედი მასწავლებლები არიან, მათზე ერთჯერადად განხორციელდება გარე დაკვირვება. და მათ უნდა დაადასტურონ, რომ შეუძლიათ ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება. ბოლო სტატუსი, ეს არის მენტორის სტატუსი, ყველაზე მაღალი სტატუსი. ამჯერად რა მოეთხოვება მენტორ მასწავლებელს? მენტორი მასწავლებელი თუ კი გახდები ერთხელ, შემდგომ არის გეძლებათ 5 წლის ვადა იმისათვის, რომ ეს სტატუსი შეინარჩუნოთ და თუ კი შეძლებთ ერთჯერადად შეინარჩუნოთ აღნიშნული სტატუსი, ამის შემდგომ მასწავლებელი უვადოდ რჩება მენტორად. შესაბამისად, მას აღარ მოუწევს კრედიტ ქულების დაგროვება და აღარ მოუწევს
მოუწევს გარკვეული აქტივობების განხორციელება იმისათვის, რომ კრედიტქულები მოიპოვოს, თორემ რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესში ის რჩება და ის ჩვეულებრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების არსებობა სკოლას გააძლიერებს. ხა რა არის ის მოთხოვნები, რასაც მენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვის წაუყენებთ მენტორ-მასწავლებლებს. ეს არის ისევ სამოდელო გაკვეთილების ჩატარება, რადგან ამ ადამიანებს აქვთ უკვე ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება, კარგი ცოდნა იმისათვის, რომ შესთავაზონ განსხვავებული ინოვაციური იდეები და აჩვენონ თუ როგორ შეიძლება ეს ინოვაციური იდეები დაინერგოს სკოლაში, საკლასო ოთახში გაკვეთილის დროს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ სასწავლო რესურსების ან პროფესიული ლიტერატურის შექმნა. და მათი ვალდებულება ხდება ფასილიტატორობა. ფასილიტატორები არიან სკოლებში შეფასების ჯგუფის წევრები და შესაბამისად ის მასწავლებელი, რომელიც გახდება და მოიპოვებს მენტორის სტატუსს, იმისი ვალდებულება იქნება მონაწილეობა მიიღოს შეფასების ჯგუფში. ასევე ჩვენ როდესაც საუბრობდით ქვედა საფეხურის მასწავლებლებზე, მათ პრაქტიკული კვლევის გახორციელება უწევდათ, ხოლო რაც შეეხება მენტორ-მასწავლებელს, აქ უკვე სკოლის საჭიროებების კვლევას ატარებს მასწავლებელი და შემდგომ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ამ კვლევაში გამოიკვეთება, მასწავლებელი განახორციელებს პროფესიული განვითარების ღონისძიებას იმისათვის, რომ აი ამ პრობლემებზე, რაც გამოიკვეთა კვლევის შედეგად, რეაგირება მოახდინოს და გააუმჯობესოს ამ მხრივ მდგომარეობა. და ასევე მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთ-ერთი ფუნქცია, ეს არის კონსულტირება. კონსულტირება ეხება არა მხოლოდ თავიანთ კოლეგებს, მაგალითად დამწყებ მასწავლებელს, რომელიც სისტემაში ახალი შემოსული არის, არამედ ასევე სტუდენტებს, რომლებიც პრაქტიკას გაივლიან ამ მასწავლებლებთან, გამოცდილ მასწავლებლებთან და ისინი გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ სტუდენტებს. ეს მნიშვნელოვანი არის მათი არსებობა, მენტორების არსებობა მნიშვნელოვანი არის უნივერსიტეტებისთვისაც, რადგან უნივერსიტეტებში მოსამზადებელ პროგრამებზე იზრდება პრაქტიკის კომპონენტი. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ შემდეგზე იმ დამატებით აქტივობებზე, რომლებიც არის ასევე აუცილებელი იმისათვის, რომ მასწავლებელმა კრედიტქულები მოიპოვოს. დამატებითი კრედიტქულები აუცილებელი არის უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის. ხოლო რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებელს, მას არ აქვს ასეთი მოთხოვნა წაყენებული. მას მხოლოდ სავალდებულო აქტივობებით უწევს კრედიტქულების დაგროვება. ეს არის გამოცდა, ეს არის ტრენინგები და ასევე ეს არის საგაკვეთილო დაკვირვება. თუ კი ამ პერიოდში, თავისი ვადის პერიოდში, პრაქტიკოსი მასწავლებელი ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთს განახორციელებს, ეს კრედიტქულები მას მიუხედავად იმისა, რომ არ ჭირდება, შეენახება და შემდგომ, როდესაც ის მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ამის შემდეგ ეს კრედიტქულები გაუაქტიურდება. ეხლა რა არის ის დამატებითი აქტივობები, რომლებიც შეფასდება კრედიტქულებით? პირველ რიგში ეს არის სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით და თუ კი მასწავლებელი ავითარებს თავის უნარებს, კოლეგებთან, სხვა ქვეყანაში იქნება თუ საქართველოს ფარგლებში გადის სტაჟირებას, ეს რა თქმა უნდა კრედიტქულებით შეფასდება. ამავდროულად ეს არის პროფესიული განვითარების ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორც არის კონფერენციები, როგორც არის სემინარი და თუ იქ მასწავლებელი მომხსენებლად იქნება შერჩეული, ესეც კრედიტქულებად უღიარდება. ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიული ლიტერატურის შექმნაზე, რომელიც ვალდებულება არის წამყვანი და მენტორი მასწავლებლების, თუმცა თუ კი უფროსი მასწავლებელი ამას გააკეთებს, ის მოიპოვებს დამატებით კრედიტქულებს ამაში. და პროფესიულ ლიტერატურაში აქაც ჩვეულებრივ მითითებული არის სტატიები, მეთოდური ლიტერატურა, რიფმინჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები. ამავდროულად სასწავლო რესურსების შექმნა, თუ კი ვალდებულება არის წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლისათვის, არის შესაძლებლობა კრედიტქულების მოპოვების უფროსი მასწავლებლებისათვის. შესაძლებელია მასწავლებელმა მიიღოს ტრენინგ მოდულის დაწერაში,
მონაწილეობა და ესეც რა თქმა უნდა კრედიტქულების შეუფასდება, ასევე თუ კი სტუდენტებს ან მასწავლებლებს უწევს კონსულტირებას, მართალია ეს ვალდებულება არის მენტორი მასწავლებლებისათვის, მაგრამ ვიდრე სისტემაში მენტორი მასწავლებლები გამოჩნდებიან, ან თუ კი სკოლაში მენტორ მასწავლებლები არ იქნებიან, ამ ფუნქციის აღება შეიძლება სხვა მასწავლებელმა გადაწყვიტოს და ამაში ისიც დამატებით კრედიტქულებს მოიპოვებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და რაც ყველაზე ალბათ პოპულარული საშუალება არის მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარებისთვის, ეს არის ტრენინგები. ტრენინგების გავლა, რა თქმა უნდა, მასწავლებელს მოუტანს კრედიტქულებს. და როდესაც საუბრობთ, ასევე ბევრი სკოლა ჩართული არის გარკვეულ პროგრამებში ან პროექტებში, რაც მნიშვნელოვანი არის და რაც მასწავლებლებს უწყობს ხელს პროფესიულად განვითარდნენ და ამავდროულად მოსწავლეები ბევრად უკეთეს შედეგებზე გადიან და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს უკეთესად აღწევენ. აქ ჩამონათვალი სქემაში არ არის ამ პროექტების და პროგრამების, რადგან ეს არის ცვალებადი და შესაბამისად მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ყოველწლიურად განისაზღვრება იმ პროგრამების და პროექტების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენ მასწავლებლებს მოუტანოს კრედიტქულები. და თქვენს წინაშე არის ახლა ვიზუალურად წარმოდგენილი ძირითადი და სავალდებულო და დამატებითი აქტივობები. აქ თქვენ თვალნათ ხედავთ, რომ მენტორობისათვის მასწავლებელს უწევს ბევრად უფრო მრავალფეროვანი აქტივობების გაკეთება, რაც უფრო მაღალი არის სტატუსი, მით უფრო მრავალფეროვანი არის და მით უფრო მეტი აქტივობა მოეთხოვება მასწავლებელს და ბაცი ისფერით გამოსახული არის დამატებითი აქტივობები, როგორც გითხარით, დამატებითი აქტივობები, მრავალფეროვნება და არჩევანი ბევრად უფრო მეტი აქვს, რაც უფრო მაღალი სტატუსის არის მასწავლებელი, ხოლო პრაქტიკოს მასწავლებელს საერთოდ არ მოეთხოვება დამატებითი აქტივობების განხორციელება. მაგრამ თუ კი ის ასეც განახორციელებს, ის რა თქმა უნდა შეძლებს ამაში კრედიტქულები მოიპოვოს, მაგრამ გაუაქტირდება შემდეგ სტატუსის მიღწევის შემდეგ. სქემის მთავარი წამყვანი, რასაც დაარეგულირებს, ამაზე თავდაპირველად ჩვენ ვისაუბრეთ, არის რა თქმა უნდა შეფასების სისტემა. შეფასების სისტემა მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებლების შეფასება ხდებოდა მხოლოდ ერთი კომპონენტით. ისინი გადიოდნენ გამოცდაზე და გამოცდაზე თეორიულად ადასტურებდნენ საკუთარ თეორიულ ცოდნას. შესაბამისად, ეს ყველა მაღიარა რომ არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ გაგვეზომა, რამდენად კარგი მასწავლებელი, რამდენად საინტერესო გაკვეთილს ატარებს, რამდენად კარგად მართავს კლასს. შესაბამისად, შეფასების სისტემა ამისათვის განიცდა და მოდიფიკაცია და დღევანდელ დღეს უკვე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შეფასება მთლიანად უნდა დაეფუძნოს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ეს წარემართება ორი მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ახორციელებს მასწავლებელი მოსწავლის შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს და მართავს ამ პროცესს და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რამდენად ახორციელებს მასწავლებელი პროფესიულ განვითარებას. იმიტომ რომ ერთხელ მიღებული ცოდნა 21 საუკუნეში მოგეხსენება ძალიან დინამიკური პერიოდი არის, ცოდნის მიღების სხვადასხვა საშუალებები არსებობს, იცვლება მოთხოვნები, რომლებიც აყენებული არის სკოლის წინაშე, ასევე იცვლება საგნობრივი სპეციფიკა, ახალი თემები შემოდის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, შესაბამისად მასწავლებელი ვალდებულია თავისი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. ამდენად ვინ შეაფასებენ მასწავლებელს? როგორც გითხარით, ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ალბათ ამ სქემის არის ის, რომ თვითონ სკოლა უშუალოდ იქნება მონაწილე მასწავლებლის შეფასების. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ სკოლაში არის ცნობილი, თუ როგორ გაკვეთილს ატარებს მასწავლებელი, როგორი არის ის რეალობაში და ამისათვის სკოლებში შეიქმნება შეფასების ჯგუფები. ვინ იქნებიან ამ შეფასების ჯგუფის წევრები? შეფასების ჯგუფის წევრები წინასწარ ვინც არიან განსაზღვრული, ეს არის სკოლის დირექტორი, რა თქმა უნდა, და დირექტორის მოადგილე თუ კი ასეთი სკოლას ყავს. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს შეფასების ჯგუფში, ეს წევრები იქნებიან დასახელებული სკოლის მიერ, სხვა პედაგოგების მიერ და ამდენად ეს შეამცირებს იმ რისკს, რომელზეც საუბარი არის, რამდენად ობიექტურები იქნებიან შეფასებლები, ექნება თუ არა ადგილი რაღაც ფავორიტიზმს სკოლაში შეფასებლების
შეფასების ჯგუფის მიერ. ამდენად ჩვენ ვლაპარაკობთ ფასილიტატორზე, რომელიც ყველა სკოლას უნდა ყავდეს და ფასილიტატორს აარჩევს პედაგოგიური საბჭო. შესაბამისად, პედაგოგიურ საბჭოში მოგეხსენებათ, ყველა მოქმედი მასწავლებელი არის ჩართული და მისი მონაწილე არის, მათ ექნებათ საშუალება დაასახელონ ის კოლეგა შეფასების ჯგუფში, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი და თავად იქნება ობიექტური ამ შეფასებისას. ასევე სკოლაში არის საგნობრივი კათედრები და შესაბამისად თითოეულ კათედრას სკოლაში ეძლევა საშუალება, რომ წარადგინოს თავისი კანდიდატურა შეფასების ჯგუფში. შესაბამისად, შეფასების ჯგუფის წევრები იქნებიან დირექტორი, მოადგილე ასეთის არსებობის შემთხვევაში, ფასილიტატორი და ასევე კათედრის წარმომადგენლები. და ამით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდება ის რისკები, რომელიც დაკავშირებული არის სკოლის შეფასების ჯგუფის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ასევე სანდოობასთან დაკავშირებით. ეხლა ვილაპარაკოთ, რა ტიპის შეფასებები უნდა განახორციელოს მასწავლებელმა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოახდინოს საკუთარი საქმიანობის თვითშეფასება. ამისათვის, რა თქმა უნდა, მას ექნება სტანდარტიზებული თვითშეფასების კითხვარი, რომლის შევსებაც მას საშუალებას მისცემს წარმოიდგინოს უკეთ თუ რა საჭიროებები მას გააჩნია, შემდგომ მოახდინოს საკუთარი საჭიროებების ანალიზი, შეაფასოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და ამის შედეგად დაგეგმოს თუ რას განახორციელებს, როგორი იქნება მისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა. და ერთი წლის დასრულების შემდეგ, ვადის დასრულების შემდეგ, აი ამ სტატუსის ფარგლებში მასწავლებელი აფასებს განვლილ გზას და გეგმავს მის შემდგომ საქმიანობას. ამ თვითშეფასების პროცესში, რა თქმა უნდა, მასწავლებელი არ იქნება მარტო და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან შეფასების ჯგუფის წევრები, ეს არის ფასილიტატორი, ეს არიან საგნობრივი კათედრის წარმომადგენლები, დაეხმარებიან მასწავლებელს და მისცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ მოახდინონ საჭიროებათა ანალიზი და როგორ განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის შეფასება. ამდენად მასწავლებლის კითხვარი მათ დაურიგდება წინასწარ, ეს იქნება გაიდში მოცემული, რომელსაც ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს დაახვედრებს სექტემბრისათვის. რაც შეეხება თვითშეფასებას, ასევე აღსანიშნავია, რომ თვითშეფასების კითხვარის შედგენა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა მასწავლებლისათვის არის აუცილებლობა, სავალდებულო არის ეს აქტივობა, თუმცა ის კრედიტქულებით არ ფასდება იმდენად, რამდენად არ არის საჭირო, რომ მასწავლებელი იყოს არაობიექტური საკუთარი თავის შეფასებისას და ბევრად უფრო განსხვავებული შეფასებები დაუწეროს, რაღაც იყოს არაგულწრფელი თვითშეფასებისას, ამისათვის სწორედ არის ის, რომ ეს კრედიტქულებით თვითშეფასების კითხვარი არ შეფასდება. ასევე შიდა შეფასებებზე, როცა ვლაპარაკობთ, სკოლის შეფასების ჯგუფს იმისათვის, რომ მოხდეს მინიმუმამდე დაყვანა სუბიექტური შეფასებების, ექნებათ სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებში დეტალურად გაწერილი იქნება ის კრიტერიუმები, გაწერილი იქნება რუბრიკები და შესაბამისად შეფასების ჯგუფს ექნება საშუალება ბევრად უფრო ობიექტურად შეაფასონ მასწავლებელი საკუთარი კოლეგა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემცირდეს რისკები არასწორი ინტერპრეტირების შეფასების. ამდენად ეს სტანდარტიზებული ინსტრუმენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შეფასებას გახდის უფრო ობიექტურს, უფრო სანდოს. ეხლა როდესაც ვსაუბრობთ შიდა შეფასების ჯგუფზე, მათ უწევთ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება. საგაკვეთილო პროცესზე აკვირდებიან პრაქტიკოს მასწავლებლებს და უფროს მასწავლებლებს. შესაბამისად, ამისათვის იქნება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკები და ამ შეფასების რუბრიკების მიხედვით მოახდენენ მასწავლებლის შეფასებას. რაც შეეხება წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სამოდელო გაკვეთილები უნდა შეფასდეს და ესეც იქნება მოხდება წინასწარ იქნება განსაზღვრული კრიტერიუმები, რა კრიტერიუმით შეფასდება სამოდელო გაკვეთილი და ამავდროულად მასწავლებლებს შეფასების ჯგუფში ექნებათ კრიტერიუმი, რომლითაც ეს სამოდელო გაკვეთილი შეფასდება. ეს ორმხრივად მნიშვნელოვანია, ერთი შეფასების ჯგუფისათვის და მეორე მასწავლებლისათვის, რომელიც წინასწარ ეცოდინება, როგორ შეფასდება მის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.
ამავდროულად იქნება სხვა შეფასების კომპონენტები, ყველა ის საქმიანობა ძირითადი იქნება ეს თუ დამატებითი საქმიანობა, რომელიც პროფესიულ საქაღალდეში იქნება ასახული, ამ დოკუმენტების შეფასების რუბრიკები, ასევე წინასწარ იქნება ცნობილი და ეს სტანდარტიზებული ინსტრუმენტი უკვე სექტემბრისათვის მასწავლებლებს ექნებათ თავმოყრილი მასწავლებლის გზამკვლევში. რაც შეეხება გარე შეფასებას. გარე შეფასება რჩება და მნიშვნელოვან კომპონენტად არის აღიარებული. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს და მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებელს მოუწევს საგნის გამოცდის ჩაბარება, თუ კი უკვე ჩაბარებული არ აქვს ეს გამოცდა და გარე დაკვირვებაში მონაწილეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მეორე გარე შეფასება, ეს არის გარე საგაკვეთილო დაკვირვება და როგორც უკვე ერთხელ გითხარით, გარე საგაკვეთილო დაკვირვებისათვის შედგენილი ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება შეფასების ჯგუფის მიერ სკოლაშივე შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისას. გარე საგაკვეთილო დაკვირვება შეეხება უფროს მასწავლებლებს და მათ ექნებათ ამისათვის, რომ ეს გაიარონ 4 წელი, ხოლო რაც შეეხება გამოცდისათვის, მათ ეძლევათ 3 წელი იმისათვის, რომ დაძლიონ და ჩააბარონ ის საგანობრივი გამოცდა, რომელსაც ისინი სკოლაში ასწავლიან. ეხლა რა ეტაპები არის განსაზღვრული მოსამზადებელ სამუშაოებში? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეფასება ობიექტურად წარმოებდეს. ამისათვის უკვე მუშავდება სტანდარტიზებული ინსტრუმენტები იმ აქტივობებისათვის, რომელიც განსაზღვრული არის სქემის მიხედვით და ივნისის ბოლოს მოხდება ამ ინსტრუმენტების შეფასება, გარკვეულწილად პილოტირება სკოლებში და ივნისის თვიდან უკვე აგვისტოს ჩათვლით დაიწერება მასწავლებლისათვის სქემის გზამკვლევი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მასწავლებლისათვის, შეფასების ჯგუფისათვის, სკოლისათვის, ასევე უნივერსიტეტებისათვის, რადგან სქემის გზამკვლევში ასახული იქნება თუ როგორ უნდა შეავსოს მასწავლებელმა თვით შეფასების კითხვარი, როგორ უნდა გააკეთოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ანალიზი, როგორ უნდა დააგეგმოს, როგორ უნდა შეადგინოს სამოქმედო გეგმა. ამავდროულად იქნება ყველა ის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები ჩადებული, რომლითაც მოხდება მასწავლებლის საქმიანობის შეფასება. და ამდენად აგვისტოში უკვე დასრულდება მუშაობა გზამკვლევზე და სექტემბერში, როდესაც მასწავლებლები უკვე მივლენ სკოლაში, მათ დახვდებათ ეს გზამკვლევი, თითოეულ სკოლას დაურიგდება გზამკვლევი. სექტემბერში ამავდროულად მეორე მნიშვნელოვანი რაც ხდება, არის ის, რომ მასწავლებლები ნაწილდებიან სქემაში. განაწილება მოხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად სექტემბერში უკვე მასწავლებლებს შეიცვლება მათი დაფინანსების ახალი წესი შედგება და ახალი წესი გულისხმობს იმას, რომ სექტემბერში, როდესაც ისინი უკვე სქემაში განაწილდებიან და მიენიჭებათ შესაბამისი სტატუსები, მასწავლებლები მიიღებენ განსხვავებულ ანაზღაურებას და გაზრდილი იქნება მათი ხელფასები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის მანძილზე სასწავლო პროცესიდან შეიქმნა შეფასების ჯგუფები სკოლაში და შეფასების ჯგუფებზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ რა თქმა უნდა, დირექტორი წინასწარ განსაზღვრულია, ვინ იქნება სასწავლო ნაწილიც დირექტორის მოადგილე თუ კი სკოლას ასეთი ყავს, წინასწარ ცნობილია, ვინ იქნება, ხოლო ფასილიტატორებს და კათედრის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, სკოლა და კოლეგები თავად არჩევენ და წარადგენენ ამ შეფასების ჯგუფში. ერთი თვის მანძილზე, როდესაც დასრულდება შეფასების ჯგუფის ფორმირება, ამის შემდგომ უკვე მოხდება მათი პროფესიული განვითარება, მათი მხარდაჭერა და შესაბამისად ისინი გაივლიან ტრენინგებს იმისათვის, რომ შეძლონ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობები სკოლებში და რაც მნიშვნელოვანი არის, უკვე ივნისში იქნება წარდგენილი მასწავლებლებისათვის, რომლებიც არიან ჩართული 2011-14 წლის პროფესიულ განვითარების სქემაში და ახორციელებდნენ გარკვეულ აქტივობებს დეკემბრისათვის, მათ უკვე დეკემბრის ბოლოს ეცოდინებათ, თუ რამდენი კრედიტი აქვთ მოპოვებული თავიანთი ძველი საქმიანობებით და რამდენი კრედიტი უღიარდებათ და ამ ახალ სქემაში შეყვებათ.
იმისათვის, რომ სქემაში ჩართული მასწავლებლებისათვის ეს პროცესები დეკემბრის ბოლოს დასრულდეს, ამისათვის, რა თქმა უნდა, შეიქმნება სპეციალური კომისიები, რომლებიც შეამოწმებენ ამ მასწავლებლების ნამუშევრებს, მათ მიეწოდებათ ის ჩამონათვალი და თუ რა ფორმატში უნდა წარმოადგინონ შესრულებული სამუშაო და რა ვადებში უნდა წარმოადგინონ, შეიქმნება ამისათვის სპეციალური რუბრიკები და ამ რუბრიკების მიხედვით კომისიები იმუშავებენ და შეაფასებენ მასწავლებლის ვთქვათ განვლილ გზას და იმ აქტივობებს, რომლებიც უკვე განახორციელეს მასწავლებლებმა და უკვე დეკემბერში ამის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ეს ვადები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თუ კი მასწავლებელს ეცოდინება რამდენი კრედიტქულის ქულა მას აქვს, დეკემბრიდან მაისის ბოლომდე მას შეიძლება ქონდეს საშუალება გაიაროს ის დარჩენილი აქტივობები, მოიპოვოს დარჩენილი კრედიტქულები და სულ რაღაც ერთ წელიწადში დაწინაურდეს და გახდეს წამყვანი მასწავლებელი. ახლა ჩვენ როდესაც საუბრობდით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მასწავლებელი არ იქნება მარტო ამ პროცესებში და მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს არაერთი საგანმანათლებლო ინსტიტუცია. პირველ რიგში, როდესაც ვლაპარაკობთ, მასწავლებლის მხარდამჭერი იქნება უშუალოდ სკოლა და ამისათვის სკოლებში შექმნილი შეფასების ჯგუფები გადამზადდებიან. ფასილიტატორს საშუალება ექნება, რომ მისცეს რეკომენდაციები მასწავლებელს დაეხმაროს მის საქმიანობების განხორციელებაში და ისე დაგეგმვაში, რომ ის წარმატებული იყოს სქემაში და დაწინაურდეს მომავალში. ამავდროულად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც უკვე გითხარით, გამოსცემს გზამკვლევს, რომელიც მართლაც მას ექნება გზამკვლევის ფუნქცია და მასწავლებელს დაეხმარება ეფექტურად გაიაროს მოკლე ვადებში ეს გზა და გახდეს წარმატებული და მოიპოვოს შემდგომი სტატუსი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს წინასწარ ეცოდინება შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები და მისთვის იარსებებს ასევე სხვადასხვა ღონისძიებები პროფესიული განვითარების, ეს იქნება კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, ასევე დაგეგმილი არის სკოლების ქსელური მუშაობა, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების ხელშეწყობა, რადგან მასწავლებლებმა შეძლონ თავიანთ კოლეგებთან ერთად იმსჯელონ, იპოვონ გამოსავალი იმ პრობლემებზე, რომელიც განათლების სისტემაში არის. და ამავდროულად მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ტრენინგები, რომლებიც განხორციელდება მათთვის, იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული და ეს ტრენინგები გაივლიან აკრედიტაციას. აკრედიტაციის პროცესი იქნება საკმაოდ მკაცრი და შესაბამისად მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გადამზადებები იმ ორგანიზაციებში, უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ სხვა ინსტიტუციაში, რომლებიც აკრედიტაციას გაივლიან ახალი აკრედიტაციის მკაცრი დებულების მიხედვით. ეხლა რაც შეეხება საგაკვეთილო დაკვირვებას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, იმისათვის რომ ვიცოდეთ მასწავლებელი როგორ ახორციელებს აქტივობებს და როგორ გაკვეთილს ატარებს, ამისათვის რა თქმა უნდა იქნება შიდა და გარე დაკვირვებები, რომლისათვისაც იარსებებს ერთნაირი ინსტრუმენტი, სტანდარტიზებული ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტი რუბრიკა უკვე არის შემუშავებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ და მიმდინარეობს მისი პილოტირება და აქ გაწერილი არის ის სფეროების სტანდარტის, რომელზეც მოხდება დაკვირვება, ეს არის საკლასო გარემო და ასევე სწავლება და ამავდროულად გაწერილი არის ინდიკატორები შესაბამისი კრიტიკული მახასიათებლების მიხედვით და ეს ინდიკატორები ჩაშლილი არის 4 დონეთ. შესაბამისად ამის მიხედვით შეფასდებიან მასწავლებლები. ეხლა რაც შეეხება იმ რუბრიკებს, რომელიც უკვე შემუშავებული არის, მიმდინარეობს ამ რუბრიკების გამოცდა და ივნისისათვის უკვე მოხდება ამ რუბრიკების დახვეწა და შესაბამისად ის აისახება იმავე გზამკვლევში, რომელიც მასწავლებლებს სექტემბერში დახვდებათ სკოლებში. და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, რა თქმა უნდა, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც დაესწრება შეფასების ჯგუფი, რაც შეეხება საკლასო დაკვირვებას, გარე დაკვირვებას, ეს მოხდება ვიდეო ჩანაწერით. ამდენად აღიჭურვება ყველა სკოლა და იქ იქნება ოთახები სპეციალური აღჭურვილი ამ აპარატურით, მასწავლებელი შეძლებს ჩაწეროს არაერთი გაკვეთილი, ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესები
არ მართოს, შეარჩიოს შემდგომ ის გაკვეთილი, რომელიც უკეთ ასახავს თავის პრაქტიკას და თავისი შერჩეული გაკვეთილები უკვე გადააგზავნოს შესაფასებლად. შეფასების გარე შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის. შესაბამისად, აქ თავდაპირველად სერტიფიცირებული შემფასებლები, შერჩევიან შემფასებლები, ისინი გაივლიან სპეციალურ სერტიფიცირებას და ამავდროულად ერთი და იგივე გაკვეთილს ნახავს ორი ადამიანი, ერთი იქნება სერტიფიცირებული შემფასებელი და ერთი იქნება ექსპერტ შემფასებელი, რომელიც იქნება შეფასებისა და ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. თავდაპირველად მასწავლებლები, მოქმედი მასწავლებლები ვერ იქნებიან ამ პროცესში ჩართული, მას შემდეგ რაც ისინი გაივლიან გარე დაკვირვებას, თავადაც შეძლებენ გახდნენ შემფასებლები, გაიარონ სერტიფიცირება და შემდგომ უკვე ძალიან პერსპექტივაში თუ კი შევხედავთ ამ პროცესს, სასურველია, რომ ყველა სკოლაში იყოს სერტიფიცირებული შემფასებელი, რომელიც შეეძლებს უკეთ დაეხმაროს საკუთარ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში. რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს უკეთ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმას იმისათვის, რომ მასწავლებელი წარმატებული აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, ესეც გზამკვლევში გაიწერება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მომზადდება ელექტრონული სისტემა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეფასება წარიმართოს გამჭვირვალედ და შესაბამისად ამ მთლიან პროცესებზე კომპლექსური დაკვირვება განვახორციელოთ. ეხლა რა მოხდება და როგორი იქნება ეს ელექტრონული სისტემა? თითოეულ მასწავლებელს ექნება საკუთარი პროფილი ამ სისტემაში და ინფორმაცია აისახება ავტომატურად. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები თავად შეიტანენ ამ ყველა ინფორმაციას. შესაბამისად, მასწავლებელი, როდესაც მივა სკოლაში, ის გაივლის ავტორიზაციას და უბრალოდ გადაამოწმებს საკუთარ მონაცემებს და მას ექნება შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, რედაქტირება გააკეთოს ამ გვერდის და უკვე ყველა მონაცემი მის შესახებ სერტიფიცირებულია თუ არა, რომელ სკოლაში ასწავლის, საგაკვეთილო საათების გარდა აქვს თუ არა, ვთქვათ, რამე დამატებითი აქტივობები, მაგალითად არის თუ არა ის დამრიგებელი, ყველაფერი ეს ამ მის პროფილზე ასახული იქნება. ამავდროულად ეს სისტემა გაუადვილებს მასწავლებელს შეავსოს და ელექტრონულად შეავსოს თვითშეფასების კითხვარი. ეხლა როგორი იქნება კითხვარი? ის იქნება დაყოფილი იმ სფეროებად, რომელიც დაყოფილია, რომელიც სტანდარტი მიუთითებს, სტანდარტის სფეროების მიხედვით. შესაბამისად, მასწავლებელი აარჩევს და თითოეულს გასცემს პასუხს, აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც მას უყენებს სტანდარტი. და ასევე გააკეთებს თვითშეფასებას, აკმაყოფილებს თუ არა ამ კონკრეტულ კრიტერიუმს და შესაბამისად იქნება ორი ველი, კი ან არა პასუხის შესაძლებლობა, კი პასუხის შემთხვევაში მას შეიძლება გამოუჩნდეს სპეციალური ველი, რომელსაც შეავსებს, იქ იქნება ლიმიტირებული სიტყვები, ჩასაწერი და აღსაწერი, თუ რა იგულისხმება ამ შესრულებულ მოთხოვნას, როგორ აკმაყოფილებს მასწავლებელი. შესაბამისად, როდესაც იგი შეავსებს თვითშეფასების კითხვარს, ეს გაუადვილებს დაგეგმოს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა შეასრულოს. ელექტრონულმა სისტემამ უკვე იცის მასწავლებელი, რომელ საფეხურზე არის, რომელ საფეხურზე არის განაწილებული. შესაბამისად, ის სავალდებულო აქტივობები ქვედა ველში ჩაწერილი იქნება, თუ რა ექნება შესასრულებელი მასწავლებელს. ხოლო დამატებითი საქმიანობებიდან მასწავლებელი თვითონ გააკეთებს არჩევანს და აირჩევს, თუ რა საქმიანობებს განახორციელებს და რა ვადებში განახორციელებს. ამდენად ეს ყველაფერი ქვედა ველში გამოჩნდება და შემდგომ უკვე მასწავლებელს, რომელსაც დაფიქსირებული აქვს თავისი სამოქმედო გეგმა, ეს ყველაფერი გადატანილი იქნება კალენდარზე. შესაბამისად, მასწავლებელს შეახსენებს აღნიშნული კალენდარი იმ თარიღებს, რომელიც მას თავად აქვს მონიშნული და ეს საშუალებას მისცემს მაგალითად არ გამორჩეს კონფერენციის თარიღი, რომელზეც ის უკვე რეგისტრირებული არის. საბოლოო ჯამში შესრულებულ აქტივობებზე ის ატვირთავს დოკუმენტებს და საბოლოოდ შემფასებელი უკვე ნახავს, რომ ყველა დოკუმენტი ატვირთულია და მასწავლებელი მზად არის შეფასებისათვის.
ამის შემდგომ შემფასებელის ქულებიც აქვე გამოჩნდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ასევე აქ საშუალება არის, როდესაც საუბარი არის მაგალითად თვითშეფასების კითხვაზე, მასწავლებელს აქვე ამავე ველში შესაძლებლობა ექნება გაეცნოს შეფასების ჯგუფის რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციების მიხედვით გააუმჯობესოს საკუთარი თვითშეფასების კითხვარი და უკეთ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობები. ეხლა რაც შეეხება ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი რაც არის ამ სქემაში არის ის, რომ მასწავლებლის მოტივაციისათვის მნიშვნელოვანია მან იცოდეს კარიერული წინსვლის შემთხვევაში რა ბენეფიტები ელოდება, რა ფინანსური წახალისების მექანიზმები არის სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული. ამდენად სახელმფასო ზრდა არის გათვლილი 3 ეტაპად. პირველი ეტაპი ეს იქნება სექტემბერშივე, სახელმფასო პოლიტიკა შეიცვლება და მასწავლებელს სექტემბერში სქემაში განაწილებისას უკვე დახვდება განსხვავებული ანაზღაურება. მისი საბაზისო ანაზღაურება იზრდება 50 ლარით და იქნება 355 ლარი. აქ რა თქმა უნდა გათვალისწინებული არ არის მასწავლებლის სტაჟი, მასწავლებლის განათლება, რა თქმა უნდა კოეფიციენტების მიხედვით მასწავლებელს თუ კი არის ის მაგისტრი და რამოდენიმე წლიანი სკოლაში მუშაობის განათლება აქვს, ამაზე მეტი ხელფასი ექნება. რაც შეეხება უფროს მასწავლებელს ექნება დანამატი ამ 355 ლარზე 160 ლარიანი დანამატი, ხოლო წამყვან მასწავლებელს ექნება დანამატი 250 ლარის ოდენობით. შემდგომი სახელმფასო ზრდა არის დაგეგმილი აპრილში, 2016 წლის აპრილს კიდევ ერთხელ მოხდება საბაზო ხელფასის ზრდა 50 ლარით და გახდება 405 ლარი. ამ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის დანამატი იქნება უკვე 180 ლარი, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 270 ლარი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის დანამატი იქნება 400 ლარი. და მესამე მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდება 2017 წლის 1 იანვრიდან, სადაც უკვე საბაზო ხელფასის ზრდა აღარ მოხდება, მაგრამ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი იქნება 320 ლარი, წამყვანი მასწავლებლისა კი 500 ლარი, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის 700 ლარი. ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ რომ შევხედოთ საშუალო ანაზღაურებას, მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 2014 წელს იყო 360 ლარი. სექტემბრისთათვის იქნება უკვე 440 ლარი, ხოლო აპრილისათვის ეს მაჩვენებელი 510 ლარამდე გაიზრდება და 2017 წლის იანვარში უკვე 850 ლარი იქნება. ამდენად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროფესიული განვითარება, საკუთარი კვალიფიკაციის ზრდა დაადასტურონ და ამის შედეგად კარიერული წინსვლა განიცადონ და ასევე ეს რა თქმა უნდა წახალისებული იქნება სახელმფასო პოლიტიკის ცვლილებით. და ბოლოს ალბათ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ 2015-16 სასწავლო წელი არის პილოტირების წელი, რაც იმას გულისხმობს, რომ ამდენი ცვლილებები, ეს პროცედურები გამოიცდება სასწავლო პროცესში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პილოტირების პერიოდში დაგროვილი კრედიტქულები მასწავლებლებს უღიარდებათ, ხოლო თუ პილოტირების წელს მასწავლებელი ვერ მოახერხებს რაიმე ტიპის წარმატების მიღწევას ან კრედიტქულების დაგროვებას, ეს წელი მას ვადაზე მიემატება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისათვის. კარგად გრძანდებოდეთ.